ბლექუდების სახლი House Blackwood რავენთრი ჰოლიდან ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური საგვარეულოა. მდინარეების მხარეში The Riverlands განლაგებულია სკვარი გამორჩეულია იმით, რომ მათ ანდალების შემოსევის შემდეგაც კი შეინარჩუნეს ძველი ღმერთების რწმენა. მათი გერბი, მკვდარი ვერცხლისფერი ხე და მის გარშემო მფრინავი ყორნები სუსტად ასახავს ოჯახის იდუმალ ბუნებას. ფესვები და მარადიული მტრები. ბლექუდების ისტორია პირველი ადამიანების ეპოქიდან იწყება. თავდაპირველად ისინი ჩრდილოეთში მგლების ტყეს მართავდნენ, თუმცა სტარკებთან ომში დამარცხების შემდეგ სამხრეთით გადასახლდნენ. მათი ისტორია განუყოფელია ბრაკენების სახლთან, House Bracken, ათასლოვანი შოულისგან. დაპირისპირებას ხელი შეუწყო რელიგიამაც, ბრაკენებმა ახალი შვიდთა რელიგია მიიღეს, ბლექუდებმა კი ძველი ღმერთების ერთგულება არჩიეს. ბლექუდების მტკიცებით, ბრაკენებმა მოწამლეს რავენთრი ჰოლის ეზოში მდგარი უზარმაზარი თეთრი ხე, Weirwood, რომელიც მას შემდეგ გახმა, თუმცა მასზე ყოველ საღამოს დღემდე ათასობით ყორანი იკრიბება. ვესტეროსის ნებისმიერ ომში ეს ორი გვარი ყოველთვის მოწინააღმდეგე მხარეს იბრძოდა. დრაკონების ეპოქა და უტეხი ერთგულება. ტარგარიანების მმართველობისას ბლექუდებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი. დრაკონების ცეკვა, სამოქალაქო ომში ბრაკენებმა მხარი მეფე ეიგონიეს დაუჭირეს, რის გამოც ბლექუდები პრინცესა რეინირას შავების თავდადებული დამცველები გახდნენ. ბენჯი ბიჭი, ამ ომში 11 წლის ბენჯამინ ბლექუდმა, რომელიც გვარის მეთაური გახდა, თავისი სამხედრო გენით გააოცა ყველა და მტრის არმიები გაანადგურა. სისხლიანი ყორანი, მელისა ბლექუდისა და მეფე ეიგონ ევის კავშირით დაიბადა ბრინდენ რივერსი, იგივე სისხლიანი ყორანი, Bloodhaven, ლეგენდარული მებრძოლი და გრძნეული, რომელიც ბევრს სამთვალა ყორანი ჰგონია. ბლექუდების ხასიათი სამეფო კარის თამაშების ეპოქაშიც გამოჩნდა. წითელი ქორწილის შემდეგ, როცა მთელი მხარე ლანისტერებს დანებდა, რავენთრი ჰოლი ერთადერთი ციხესიმაგრე იყო, რომელიც ბრძოლას აგრძელებდა. მათ გაუძლეს ხანგრძლივ ალყას და იარაღი მხოლოდ მას შემდეგ დაყარეს, რაც სერ ჯეიმი ლანისტერმა მათ საპატიო და მისაღები პირობები შესთავაზა.